იმ ხალხთან ვისაც ჰქონდა ხამენეისთან ურთიერთობა ან იმ წრესთან და ხამენეიზე რაღაც იცოდათ. ყოველთვის ლაპარაკში ეგეთ რაღაცას ამბობდნენ, რომ მე რომ ამბობდი, რომ აი ამათ ეს ყველაფერი უბრალოდ ფარდასავით აქვს რაღაც, თორე რეალურად თვითონ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ და ამბობდნენ, რომ არ არის, რეალურად მართლა ასკეტი ტიპია, რომელსაც ჯერა მე-12 იმამისა ჯერა და ყველა პრინციპის ჯერა, რაზეც თვითონ ლაპარაკობს და მიისწრაფის თვითონაც რომ გახდეს მოწამე. და რეალურად ეხლა მართლა ისე დაასრულა. არ გაქცეულა, ბუნკერში არ დაიმალა. ძამშოლოვანია. თვითონ ყველაზე დიდი ბუნკერი ქონდა, სადაც იყო იქ და. არა, ეს იოლად განადგურდეს, რომ ის რეალურად ყველა ამერიკელსაც კი დაჭირდა და ბომბა ესრაელმა დაბომბა. მთელი ცხოვრება ემზადებოდა ფაქტიურად ეს ალი ხამენეი, რომ აი ესე დაესრულებინა მის ცხოვრება და ნებისმიერ აი ჭყალებში იდეინი შიიტისთვის ყველაზე სასურველი და ესეთი ამაღლებული დასასრული ეგა მე რა გეტყვი რატომ გონი ეს კაცი აფერისტი მისი დანიშნვის ვიდეო თუ გაქვთ ნახე როცა ირჩევენ როდესაც ის გამოდის და იძახის რომ მე არა ვარ ამისი ღირსი მე არ მეკუთვნის ეს ჩემი დანიშნვა დაგუყავთ კი გამოვიდა მართალი ბოლოში მაგრამ ჩემი ეს არა ქვია დაგუყავთ და ასე შემდეგ და იქ რაგვარი იყო ის პრეზიდენტი რო უჭერს პრეზიდენტი კი არა რაფსანჯანი რო უჭერს ხარს რაფსანჯანი გამოდის და იძახის მეორე აფერისტობას რომ ისო რა ქვიაო დავესიზმრაო მე წინა ხამეინის მოჩვენებაა რომ ეს იყოსო ჩემსფერი ლიდერიო და ამით ირჩევენ ტიპს, რომელიც ცოტა ხანში ყველაფერს მოირგებს, რისი მორგებაც შეიძლება საკუთარ თავზე, კანონდარღვევით და არალეგიტიმურად იმ გაგებით, რა გაგებითაც საქართველოში ლეგიტიმაციას განმარტავენ, ხდება აიათოლა, მის მერე აკეთებს აი 36 წლის განმავლობაში, აი ამის მერე როცა თავს იპატიჟებდა არ მინდა მე პრეზიდენტობა 36 წლის განმავლობაში დახოცავს უამრავ ადამიანს, რომ მისი ძალაუფლება არ ყოფილიყო ეჭქვეშ დამდგარი რაღაცნაირად და გარდა მაგისა მოიფიქრებს ადამიანის წამების ისეთ ფორმებს რომლებიც გავსით კაცობრიობას ნანახი არ ყავს. მარტო ქალების ეპიზოდი, როდესაც ქალებს დახვრეტის წინ აუპატიურებდნენ. თითქოს იმიტომ რომ ისინი სამოთხეში პოლიტიკურ პატიმარ ქალებს. ანუ რავი, აი მაგ კაცზე როგორ შეიძლება თქვა რომ ის რასაც ემსახურებოდა ის წამდე. ეს ხო არ წერია შიზმში, სადმე, არც უფიზმში არ წერია, არ წერია რომ ეს გააკეთებო. ეს ადამიანი თავის ძალაუფლებისთვის მიუხედავად იმისა რომ თავიდან ვითომ თავდაბლოად იძახდა ეს არ ვქნათო, საბოლოო ჯამში მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას რომ ამ ძალაუფლების გამო ხალხი ეხოცა ყოველწლიურად